ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჯერ ყველაფერი საბოლოოდ დაზუსტებული არ არის, მაგრამ ამჟამად პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან ვმუშაობთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. გსურს ჩვენი მძევლები გავათავისუფლოთ. გსურს ჰამასის მმართველობას თავი დავაღწიოთ. ჩვენი მიზანია მათი განაიარაღება, ღაზის დემილიტარიზაცია და ახალი მომავლის აშენება, როგორც ღაზელების, ასევე ისრაელელებისთვის და მთელი რეგიონისთვის. მე ჩემი პოზიცია არ შემიცვლია. ვფიქრობ, იმის ალბათობა დაბალია, რომ პალესტინის ხელისუფლება რეფორმას განიცდის, რომელიც მთლიანად შეცვლის თავის შეხედულებებს, რომელიც აღიარებს ებრაულ სახელმწიფოს, რომელიც ასწავლის თავის შვილებს თანაარსებობასა და მეგობრობას ებრაულ სახელმწიფოსთან, იმის ნაცვლად, რომ იცხოვრონ მისი განადგურების მიზნით, სადაც თვითმკვლელი ტერორისტები ყველაფრის ხელში ჩაგდების მიზნით თავს იფეთქებენ. ისინი მკვლელობაში იხდიან, ისინი ებრაელების მოკლისთვის ტერორისტებს უხდიან, რაც უფრო მეტ ებრაელს კლავენ, მით უფრო მეც უხდიან. თუ ამ ყველაფერს თავდაყირად ავაყენებთ, უზარმაზარი ტრანსფორმაცია მოხდება, მაშინ კარგი. მოგეხსენება, ზოგიერთი ადამიანი დაიჯერებს, რომ ეს მოხდება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს მოხდეს.